გავიკეთე ოპერაცია თვალზე, მაგრამ ამან არ გაამართლა. ცხოვრებაში გადასარევია, მაგრამ სროლისთვის არ ვარგა. და მოცვალე თვალი და ტოკიოს ოლიმპიადის მერე თქვი რომ დამანებეთ და ეხლა მორჩა. მაგრამ აი ზოგადად მამამ მითხრა რა რომ შენ ვეღა ჭკვიანი ქალი მეგონეო. 3 წელი დარჩა 4 ხო არაო. ტოკიო ხო გადავადა 1 წელი. 3 წელი დარჩა პარიზამდე. და 1 წლის ვადაშია გათამაშება ამ ლიცენზიების. ცადე, გამოვა, არ გამოვა, კარგად იყავია. და აი თითქოს რაღაცამ გამომაფხიზლა თუ რაღა შემარყია თუ მომატრიალა და ეს მეორე სუნთქვა გამეხსნაო ესე რომ ვთქვათ და მეუღლე აქეთ საავადმყოფოში მეწვინა გულის ოპერაციით, მამა იქით სხვა საავადმყოფოში, მე ერთი დღე არ გამიცდენია ვარჯიშის. დავრბოდი აქეთ იქით და აქაც მოვდიოდი ვარჯიშობდი. და უფალი ყოველთვის შემოწაფეებსაც ამას ვასწავლი, იშრომებთ, ვინც იშრომებს, იმას გაუმართლებს კიდევაც და შრომა დაფასებული იქნება ყოველთვის. და ისეთ რთულ სიტუაციაში ავიღე ლიცენზია, რომ ვინმეს რო ეთქვა, რომ იქ შენ ლიცენზიას აიღებო, აი გიჟი ხარ მეთქი დუეტყოდი რა.